ტელეფონის ხშირი გამოყენება თუ იწვევს თავის ტვინის კიბოს, ან ბალიშის ქვეშ რო გვიდევს ზოგჯერ ტელეფონი, ეგ ხო არ არის მავნებელი და დაავადებებს ხომ არ იწვევს, ან Bluetooth ნაუშნიკები რო გვიკეთია უსადენო ნაუშნიკები ყურში, განსაკუთრებით ზოგჯერ საათობით, ეგ რამდენად მავნებელია, რა ვიცით ტელეფონების შესახებ, რამდენად საშიშია, რამდენად რეალურია ის საფრთხეები, რო ამბობენ, რომ აი თავის ტვინის კიბოს იწვევს ტელეფონი, რა დოზებით რადიაციას ასხივებს, როდის არის საშიში, ბავშვებისთვის საშიშია თუ არა და აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, რა არის მითები და რა არის სინამდვილეში რეალობა და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაცულები ვიყოთ, როცა ტელეფონთან ურთიერთობთ. თავიდან ვთქვათ, ტელეფონი რას ასხივებს საერთოდ? ტელეფონი ასხივებს რადიოსიხშირულ გამოსხივებას, ზოგადად გამოსხივება რომ ვთქვათ, გამოსხივება ის, რასაც მზეც ასხივებს, მაგალითად. და გამოსხივებას აქვს სპექტრი, ანუ სხვადასხვანაირი გამოსხივებები არსებობს. რომ ვთქვათ მარტივად, ყველაზე მსუბუქი და ყველაზე არამავნე არის რადიოსიხშირული გამოსხივება. შემდეგ მოდის ინფრაწითელი გამოსხივება, რომელსაც ჩვენ გვგრძნობთ როგორც სითბოს, ან მზე რო გათბობს, ეგ ინფრაწითელი გამოსხივება. მერე მოდის ხილული სპექტრი. ხილული სპექტრი არის ჩვენ რო ხედავთ რაღაცებს, ეს ხილული სპექტრია. ანუ სინათლე, მზის სინათლე რო შემოდის, ეს ხილული სპექტრია. შემდეგ არის ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც ასევე მზეს აქვს. ანუ მზეს მთელი სპექტრი აქვს გამოსხივებების და აი ამ გამოსხივებების სპექტრი რო ავიღოთ, რთული, ძალიან მძიმე, რომელიც ადამიანისთვის საშიშია და აი გამოსხივება მაგალითად და რენტგენის გამოსხივება, რაც რადიაციას, რასაც ვეძახით ჩვენ, ეგ გამოსხივებაც აქვს მზეს და რაც ასევე საშიშია. მეორეს მხრივ აქვს ძალიან მსუბუქი გამოსხივებაც. და ეს მსუბუქი გამოსხივება რაც არის, ეგ აქვს ტელეფონს. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მზეზე რო 10 წუთით გახვიდე, უფრო მეტ გამოსხივებას იღებ, ვიდრე ტელეფონით იღებ წლების განმავლობაში. ტელეფონის ყოველდღიურ გამოყენებაზე საუბარია და არა ის რომ ანუ თუ ტელეფონთან ერთად გძინავს მუდმივად, რა თქმა უნდა, მეტ გამოსხივებას ღებულობ ლოკალურად, ანუ ადგილობრივად, მაგრამ ზოგადად ტელეფონით ბევრად ნაკლებ გამოსხივებას იღებ, ვიდრე მზით და მეტიც, ანუ მზეს ბევრად უფრო საშიში გამოსხივების ფორმები აქვს, ვიდრე ტელეფონს. ტელეფონს აქვს მხოლოდ რადიოსიხშირული გამოსხივება, რომელიც საშიში არ არის. საშიში არ არისში ვგულისხმობთ, რომ არ აზიანებს დნმ-ს პირდაპირ. თუმცა ამ რაშია პრობლემა, საერთოდ რატომ მოვიდა ეს იდეა, რომ აი ტელეფონმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, საიდან შეგხვდა ეს იდეა, მით უმეტეს, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ტელეფონს აღიარებს როგორც უსაფრთხოდ და ტელეფონის გამოყენება მიიჩნევა უსაფრთხოდ. ეს იდეა მოდის იქიდან, რომ ჩაატარეს ცდები ცხოველებზე, თაგვებზე და ამ თაგვებს აძლევდნენ საკმაოდ დიდ დასხივებას. დაახლოებით აძლევდნენ 4-ჯერ მეტ დასხივებას, ვიდრე აქვს ტელეფონს, ოღონდ მთელ სხეულზე და 2 წლის განმავლობაში. ის 2 წელი ამ თაგვებისთვის იყო მთელი ცხოვრება რეალურად და ნუ ადამიანისთვის ახლა 2 წელი არ არის ბევრი დრო, მაგრამ მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ასხივებდნენ ელექტრომაგნიტური გამოსხივებით. და შედეგი იყო ესეთი, რომ იმ თაგვებში, განსაკუთრებით მამრ თაგვებში, რომელსაც ასე ასხივებდნენ ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსხივება საშიში არ არის, მაინც განუვითარდათ თავის ტვინის სიმსივნე, გლიომები, შვანომები და აკუსტიკური ნევრომა. გლიომები და შვანომები საშიში სიმსივნეებია, მოკლედ, რომელიც აგრესიული შეიძლება იყოს ძალიან და სიცოცხლისთვის საშიშია და აკუსტიკური ნევრომა კეთილთვისებიანია, მაგრამ დაყრუება მაინც შეიძლება გამოიწვიოს. სიკვდილი არა, მაგრამ დაყრუება, რაც ასევე პრობლემაა, მოკლედ. და აი ეს იყო ის საფუძველი, რითიც დასკვნა გააკეთეს ორგანიზაციებმა, რომ შეიძლება რადიოსიხშირულ გამოსხივებასაც ჰქონდეს მავნე გავლენა ორგანიზმზე. ოღონდ რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ის, რომ იქ ცხოველებს მთელ სხეულზე ძალიან მაღალი სიხშირი, ძალიან დიდი დროის განმავლობაში, 9 საათის განმავლობაში, დღეში 9 საათი ასხივებდნენ მთელს ორგანიზმზე, მოკლედ. შესაბამისად, ეს სხვაობები, ანუ ის, რომ თქვათ, ტვინის ნასტრუქტურებზე მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ზე არ მოქმედებს, მაინც მოქმედებდა, ეს ნაწილობრივ მართალია, ოღონდ ადამიანებში ეს არ დასტურდება. განსაკუთრებით
ადამიანებთან მიმართებაში 10 წლიანი კვლევა არსებობს 10 წელია რაც აკვირდებიან ადამიანებს 2024-ში გამოაქვეყნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დასკვნა რითიც მიიჩნევა რომ ტელეფონების ყოველდღიური ჩვეულებრივი გამოყენება უსაფრთხოა მეორეს მხრივ ბოლო ხანების განმავლობაში არ გაზრდილა თავის ტვინის სიმსივნეების რაოდენობა მაშინ პირველი იდეა რაც მოგდის ის არის რომ თუ ტელეფონი იწვევს სიმსივნეს იმდენი ადამიანი ისეთი ინტენსივობით მოიხმარს ტელეფონს რომ თავის ტვინის სიმსივნეების რაოდენობა უნდა გაზრდილიყო ეს არ გაზრდილა შესაბამისად რამე პირდაპირ კრიტიკული და მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ამ ეტაპზე ასე ვიცით და ეს არის სიმართლე მაგრამ თუ მაინც გვინდა რომ დაცულები ვიყოთ და დაცულობა მაინც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ის ლოკალური დასხივება რომელიც მაგალითად ყურთან ახლოს თუ გაქვს ტელეფონი ან თავთან ძალიან ახლოს გაქვს ტელეფონი მაინც იღებს ორგანიზმის ლოკალურ დასხივებას და ესეც რო აღმოვხრათ შეგვიძლია რომ ერთი ტელეფონი შორს გვეჭიროს მაგალითად ტელეფონი თუ ადამიანს უჭირავს ჩვეულებრივ დაახლოებით მკლავის სიგრძეზე ის დასხივება ძალიან მინიმალურია რასაც ღებულობს ადამიანი შესაბამისად ეს ყოველდღიური გამოყენება უსაფრთხოა აი ყურთან მიტანილი და თავთან ძალიან ახლოს მდგომი ტელეფონი ბევრად უფრო საფრთხიანია მით უმეტეს თუ აქტიურია ან თუ რამეს აკეთებს ან იწერს რაღაცას ან სტრიმია ჩართული ან ვიდეოს უყურებს ადამიანი ან რეკავს განსაკუთრებით ამ შემთხვევაში უფრო მეტ დასხივებას ღებულობს ადამიანი უფრო ლოკალურად ლოკალური ნიშნავს რომ იმ ადგილზე სადაც ახლოს არის და არა მთელ სხეულზე ზოგადად მიიჩნევა რომ მაგალითად ეხა ხელთან ან ფეხთან თუ უდევს ადამიანს ტელეფონი დიდად არაფერს ეგ რადიაცია მნიშვნელოვან არაფერს არ აკეთებს და ადამიანისთვის მავნე არ არის შემდეგი კითხვა რაც არის ხოლმე არის რომ ტელეფონი ბალიშის ქვეშ თუ მიდევს რამდენად სახიფათოა და რამდენად რისკიანია ნუ ერთი რომ არა საჭირო რადიაციას ღებულობ რომელიც ნამდვილად არასასურველია მით უმეტეს ესე ახლო და ანუ რო შეხედოთ ელექტრომაგნიტური გამოსხივების დეტექტორით მაგალითად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტელეფონი 10 სანტიმეტრში გიდევს თუ 1 მეტრში გიდევს შენი თავიდან უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ანუ გამოსხივება მცირდება ექსპონენციალურად თუ ცოტა შორს გიდევს ანუ 1 მეტრის იქითაც რომ გედოს უკვე საკმარისად ბევრია ტელეფონი იმისთვის რომ რადიაცია იყოს მინიმალური და თავთან როცა გიდევს ნუ არასაჭირო რადიაცია არ არის რამე კვლევა რომელიც მიუთითებს რომ თქვა ეგ პირდაპირ სიმსივნის რისკს გაზრდის მაგრამ პირდაპირ არასაჭირო რადიაცია მოკლედ და შესაბამისად რატო მეორეს მხრივ არის დაფიქსირებული შემთხვევები როცა იმდენად ცხელდება ეს ტელეფონი რომ ფეთქდება მერე და ცეცხლი ეკიდება და რამდენჯერმე გაჩნდა ხანძარი და დაზარალდა ის ადამიანი ვისაც თავის ქვეშ ედო ეს ტელეფონი განსაკუთრებით ზოგჯერ აქვს რჩევა რომ შეერთებენ ხოლმე და ისედებენ ეგ განსაკუთრებით საშიში ან უსაფრთხოების კუთხით არ არის გამართლებული როდის აქვს ტელეფონს ყველაზე მეტი რადიაცია გამოსხივება ხო ეს რადიაცია შეიძლება ცუდად ჟღერს მაგრამ არ გულისხმობ ისე მაიონიზებელ გამოსხივებას ამ შემთხვევაში გულისხმობ რადიოსიხშირულ გამოსხივებას რომელიც ზოგადად ნაკლებად ან არ არის საშიში ყველაზე მეტი გამოსხივება აქვს როცა რეკავ ბევრი გამოსხივება აქვს როცა 2 და 3 G-ს მოიხმარ 4 და 5 G-ზე ბევრად ნაკლები გამოსხივება აქვს იმიტომ რომ ისინი ეფექტურია მეტი გამოსხივება აქვს როცა 2 და 3 ხაზი ჭერს ან ცუდი დაჭერა თუ აქვს ტელეფონს მოკლედ მეტად ასხივებს იმიტომ რომ მეტად ცდილობს რომ დაუკავშირდეს იმ ანტენებს და მეტი გამოსხივება აქვს ამ შემთხვევაში ტელეფონს თუ სტრიმავ თუ ტვირთავ რაღაცებს მაგ დროს Wi-Fi-ს როცა იყენებ ბევრად ნაკლები აქვს გამოსხივება Bluetooth-ზეც ნაკლები მაგრამ მაინც აქვს თუ კი არაფერს არ აკეთებს ტელეფონს და უბრალოდ ისე აყენია მაშინ ძალიან ცოტა აქვს გამოსხივება და თუ კი airplane mode-ზე აყენია ის თვითმფრინავი რომ ახატია მაგ დროს საერთოდ არ აქვს გამოსხივება შესაბამისად ან თუ გამორთულია მაინც არ აქვს გამოსხივება ამიტომ შეგიძლიათ ეგეთ დროს იყოთ მშვიდად შემდეგი კითხვა არის ხოლმე რომ ლეპტოპები და კომპიუტერის შემთხვევაში როგორაა ლეპტოპებს და კომპიუტერებს არ აქვს მოკლედ ეგეთი გამოსხივება აქვს გამოსხივება ერთი მხრივ რომ ხილულ სინათლეს ასხივებენ და ეს ხილული სინათლე არ არის ეგ რაც ანუ სიმსივნეს იწვევს და ეგეთი არაა შესაბამისად მაგ მხრივ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრი სუსტი აქვს რა თქმა უნდა მაგრამ
იმდენად მნიშვნელოვანი რომ რაღაც ჯანმრთელობაზე მოქმედებს, მოკლედ ეგეთი არაფერი არ აქვს და შესაბამისად მიიჩნევა უსაფრთხოდ. ნუ თუ Bluetooth-ი აქვს ან Wi-Fi აქვს, ლეპტოპს ან კომპიუტერს, რა თქმა უნდა, რაღაც გამოსხივება მაგას აქვს, მაგრამ ეგ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერია და თუ არ ჩავთვლით კიდე სითბურ გამოსხივებას, რომ ცხელდება და სითბოს უშვებს. ეს შეიძლება, მაგრამ ანუ სიმსივნის განვითარების კუთხით მოკლედ ორგანიზმზე მაგათ გავლენა არ. ახლა რას აშავებს ტელეფონი და რა უარყოფითი მხარეები აქვს, რაც ნამდვილად დადასტურებულია. ერთი თვალების გადაძაბვას და გადაღლას იწვევს, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც საათებს ატარებენ და საათების განმავლობაში ტელეფონთან არიან, თვალების მნიშვნელოვანი გადაღლა აქვს და ბუნდოვნად ხედვა დღის ბოლოს მაგალითად, რაც პრობლემაა. მეორეს მხრივ ცისფერი სინათლე, რომელსაც ასხივებს ტელეფონი, მელატონინის გამომუშავებას უშლის ხელს. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც აუცილებელია ძილისთვის და ან ძილში უშლის ადამიანს ხელს მოკლედ და ეგ ამიტომ არის რეკომენდირებული, რომ ძილის წინ 1 საათით ადრე ან 9 საათით ადრე რომ შეწყვიტოს ადამიანმა ტელეფონის გამოყენება. ან თუ ძილის პრობლემები აქვს ზოგადად ადამიანს, მაშინ უფრო ადრეც უნდა შეწყვიტოს, მაგალითად 2 საათით ადრე. აქ იქნება კითხვა კიდე, რომ აი ეს ღამის მოვდირვა, ღამის დამცავი ფუნქცია, რომელიც ტელეფონზე შეიძლება ჩართო, თუ ჩართა ვიცავს თუ არა. რაღაც ზონაზე იცავს კი, ანუ უფრო აკეთებს ყვითელი ფერისკენ გადახრას და არა ლურჯი ფერისკენ ტელეფონის ეკრანს და რაღაც ზონაზე აქვს დამცველობითი ფუნქცია, ანუ არაფერს ჯობია, მაგრამ სრულად როგორც წესი ისე არ არის, რომ სრულად დაცული იყოს ადამიანი მელატონინის წარმოქმნას მაინც ხელი ეშლება ამ დროს. შესაბამისად რეკომენდირებულია, რომ 1 საათით ადრე ადამიანმა დაძინებამდე შეწყვიტოს ტელეფონის გამოყენება. სხეულის პოზის დეფორმირებას იწვევს მაგალითად აი ეს ბევრი კომპიუტერთან მუშაობა ან მოხრილ პოზიციაში და რაც მაგალითად ჩემი პრობლემაცაა და კიდე რა ვიცი უამრავი ადამიანის პრობლემა ალბათ, რომელსაც კომპიუტერთან ხშირად მუშაობენ, ან კომპიუტერის ეკრანს რო უყურებ არასწორ პოზიციაში ზიხარ და ეგ არის ნამდვილად პრობლემა. კიდე არის კითხვა, მაგალითად ბავშვებისთვის როგორ არის, ან ბავშვებისთვის რეკომენდირებული რა არის? აი ამბობენ ხოლმე რომ ადებილებს ტელეფონი და ისა ბავშვს, ხო ადებილებს ხა არა სამედიცინო ტერმინია, მაგრამ ყოველდღიურობაში რაც გამოიყენება იმას ვამბობ ამ შემთხვევაში თორე. და ან გონებრივ ჩამორჩენას იწვევს, ან აუტიზმს იწვევს, ან ეს რაღაცებს იწვევს. არა, არ არის კვლევით რაც დასტურდება აქამდე, ანუ ინტელექტს არ ამცირებს ტელეფონის ბავშვების ასაკში გამოყენება, არც გონებრივ ჩამორჩენას არ იწვევს. რას იწვევს? ცუდს რას აკეთებს? მოკლედ შეიძლება გამოიწვიოს ვირტუალურ აუტიზმს ეძახიან. ეგ არ არის ნამდვილი აუტიზმი, ვირტუალური აუტიზმი არის უბრალოდ სამუშაო ტერმინი, არ არის ეგ არ დაავადება და არც მნიშვნელოვანი რამე დარღვევა, რომელიც რო ვთქვათ, რომ რამე სპეციფიურ მკურნალობას საჭიროებს. ეს არის, როცა ბავშვი პატარა ასაკიდან ტელეფონზე ურთიერთება მოკლედ და დიდხანს უწევს ტელეფონთან ურთიერთობა, სოციალური უნარები მცირდება, ანუ შეიძლება უჭირდეს სახეზე ემოციების წაკითხვა ადამიანისთვის, ან უჭირდეს ურთიერთობა, ან შეფერხება ქონდეს საუბრის დაწყების, ანუ ესეთი სიმპტომი შეიძლება ქონდეს, მაგრამ ეს არ არის აუტიზმი. აუტიზმი როგორც წესი არის გენეტიკური და აუტიზმი უმეტესად მაშინ იწყება, როცა ტელეფონთან კონტაქტი არც კი აქვს ბავშვს. შესაბამისად, ტელეფონი არ იწვევს აუტიზმს, მაგრამ ტელეფონი იწვევს ზოგჯერ განვითარების ნაწილობრივ შეფერხებას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვს. ასევე კვლევებით დადასტურებულია და ვიცით, რომ ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოიხმარენ ტელეფონს, განსაკუთრებით თინეიჯერები, მათში ხშირია დეპრესია და შფოთვა და განსაკუთრებით გოგონებში, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებს მოიხმარენ აქტიურად, რადგან სოციალური ქსელები მუდმივად ხდება იმისი წარმოჩინება, როგორ ცხოვრობენ სხვები კარგად, როგორ სხვებს აქვს უკეთესი სხეული, უფრო ლამაზები არიან და ასე შემდეგ, ბრჭყალებით რა თქმა უნდა ეს და ეს ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს უარყოფითად და კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანები, ბავშვები, რომლებიც 3 საათზე მეტს ატარებენ ტელეფონთან, უფრო მეტად აქვთ დეპრესია და შფოთვა, რაც რა თქმა უნდა არასასურველია და თვითშეფასებაზეც ნეგატიურად მოქმედებს. და ახლა ვისაუბროთ Bluetooth-იან ნაუშნიკებზე, რამდენ საშიშია და რა
ვიცით ამაზე. მოკლედ, Bluetooth-ის ნაუშნიკებიც ასხივებს გამოსხივებას, რადიო სიხშირულ გამოსხივებას. ოღონდ ეს გამოსხივება არის ბევრად ნაკლები ვიდრე ტელეფონის. დაახლოებით 100-ჯერ ნაკლებია, ზოგჯერ მეტჯერ ნაკლებიც ვიდრე ტელეფონის და ანუ იმდენად ცოტა გამოსხივება, რომ ჯამში მიიჩნევა, რომ იმდენად ცოტა, რომ შეგვიძლია უგულებელყოთ. რამე განსაკუთრებული კვლევები არ არსებობს, რითიც დასტურდება, რომ თქვა Bluetooth ნაუშნიკები იწვევს ან სიმსივნეს ან რაღაც ესეც, მაგრამ ზომიერება მაინც საჭიროა. ყველაზე კარგი მეთოდი, რითიც რაც შემუშავებულია ზომიერების ჩამოსაყალიბებლად, არის 60-60-ის პრინციპი. 60-60-ის ნიშნავს, რომ ეცადე, რომ ნაუშნიკი არ გეკოთ 60 წუთზე მეტი და ხმა არ გქონდეს 60%-ზე მეტად აწეული. ეგ არის საუკეთესო პრაქტიკა. ან შესაძლებელია კიდე ნაუშნიკები მოუნაცვლო, მაგალითად 9 საათი ერთი გეკეთოს და ისევ 60%-ზე ან ნაკლებზე გეყენოს, მე რომ 9 მეორე გეკეთოს და ასე. ანუ ჯამურ რადიაციულ გამოსხივებას ამცირებ. ასევე სასურველია, რომ გადაამოწმო შენი ნაუშნიკი, როგორი რა ამხელა რადიაციას ასხივებს. ნუ 0.00 რაღაცა თუ წერია, ეგ კარგია და 0.1 თუ წერია, 0.2 თუ წერია, ეგ მაღალი რადიაცია. ნაუშნიკისთვის თორე ისე დაბალია, იმიტომ რომ ტელეფონი მაგალითად 1.6 ვატს კილოგრამზე ესე ასხივებს და ტელეფონები ძალიან ცოტას, მოკლედ 0.00-ს და ესე, ანუ 100-ჯერ ნაკლებია უხეშად რო ვთქვათ, ზოგჯერ 1000-ჯერ ნაკლებიც არის გააჩნია ნაუშნიკს და გააჩნია ხო, ტელეფონები შეზღუდულია როგორც წესი, რომ 1.6-ზე მეც არ უნდა ასხივებდეს, ეგ არის მოცემული. ეს იყო ტელეფონებზე რაც უნდა იცოდეთ და ტელეფონის გამოსხივებაზე, როცა იცი ადამიანმა რას აკეთებ, უფრო მეტად დაცული ხარ და თუმცა ანუ რისკის მინიმიზაციისთვის მე მაინც ვიტყოდი, როგორც ოქროს წესს, რომ ეცადე ყოველთვის რომ ტელეფონი დაახლოებით 1 მეტრით დაშორებით გქონდეს, მუდმივად, თუ შეგიძლია რომ სპიკერზე ილაპარაკო, ჯობია სპიკერზე ილაპარაკო, თუ მით უმეტეს დიდი ხნის განმავლობაში გიწევს საუბარი და Bluetooth ნაუშნიკებთან 60-60-ის პრინციპი გამოიყენე, ანუ 60 ხმა 60% იყოს ხმაზე ან ქვევით უფრო და 60 წუთის განმავლობაში გამოიყენე, მე ეცადე რომ სხვა რაღაცები გააკეთო. მე ნუ საღამოც შეიძლება რაღაც პერიოდის მერე ეს 60 წუთი გამოიყენო. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. ეგ იქნება თქვენი სოლიდარობის გამოხატულება ჩემი არხის მიმართ და YouTube-იც ამით ხვდება ხოლმე, რომ საინტერესოა ეს ვიდეოები და მეტ ადამიანს აჩვენებს და ეს არის არხის პოპულარიზაცია. მადლობა რომ მისმენდით და მადლობა რომ ჩემთან ხართ.